საღამო მშვიდობისა ნიკა დიდი მადლობა დაგთოთ პროკურატურამ ნება რომ ჩვენ სტუდიაში მოსულიყავით ქალბატონ ინგასთან რახან მიდიხართ აჰა არ გვექნება პრობლემა. ვენდობით ქალბატონ ინგა. კარგი, პროკურატურა იყოს მოკლედ მშვიდად, მელი არის ჩვენთან და აკონტროლეთ პირდაპირ ეთერიდან. პირველი ჩემი შეკითხვა, ვიდრე იმის გარკვევას დავიწყებ თქვენთან ბატონო ნიკა, ჯერ ხელისუფლებაში ქართული ოცნება რო არის ამ დროს რატომ ხოცავთ ერთმანეთს ნაციონალები და ევროპული საქართველო იმაზე ვინ უნდა დაიჭირო და ვინ არა და რატომ მიდის დაპირისპირება ამ მიმართულებით, მინდა თქვენი კომენტარი მოვისმინო ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. რა შეფასებას მისცემ დღეს განვითარებულ პროცესებს და რა მოლოდინი გაქვთ ჩაიშლება თუ არა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი. მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებლებს. ხდება ის, რაც პროგნოზირებადი იყო ადვილად თანაც. არავითარ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი არ აუნთებდა მწვანე შუქს, აღარ აუნთებდა მწვანე შუქს ამ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელებას. ეს იკითხებოდა და უბრალოდ ალბათ კიდევ იყო დარჩენილი ამ ქვეყანაში მეამეტურად განწყობილი ხალხი, ვისაც სჯეროდა, რომ ეს იქნება არ მოხდეს და განხორციელდეს, იქ დასაქმდეს 10,000-ობით ადამიანი და ქვეყანა დამატებითი ფუნქცია შეიძინოს მათ შორის, რომელიც წარადგება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სახელმწიფოს უსაფრთხოებას. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ყადაღებულად შეიძლება ჟღერდეს უკვე ბევრისთვის, არ მოქმედებს როგორც სუვერენული მართველი, არ მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, იგი არის დამოუკიდებული უпроსორეთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაზე და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის რუსეთის ფედერაციისთვის ანაკლიის პორტის განხორციელება არის ძალიან დიდი ჯოხი მის ასე ვთქვათ ბორბლებში. ამიტომ აგერ ბატონი ივანიშვილი იხელთა დროით რუსეთის ფედერაციამ უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით დაინახა რომ არის ძალიან დასუსტებული ელექტორალურად და აქამდე თუ ცდილობდა ბატონი ივანიშვილი რომ რაღაცნაირად სახე შეინარჩუნებია და ჩვენს ნაკლები საბაბი, ჩვენთვისაც ნაკლები საბაბი მოეცა რომ გველაპარაკა ფაქტებით რომ მან გადაუხვია პროდასალურ კურსს, ახლა უკვე ამ ყველაფრის შესაძლებლობა მას აღარ აქვს. ანუ თქვენი მოლოდინი არის რომ ხვალ მთავრობა გამოაცხადებს რომ ხელშეკრულება ნულდება, უწყდება ანაკლიის კონსორციუმს. დიახაც, აუცილებლად ასე. და რას ფიქრობთ ნიკა რომ ეს არის რუსეთისთვის გაგორებული კოჭი საქართველოს მმართველისგან თუ ეს არის პირადად მამუკა ხაზარაძეზე ანგარიშწორება ქართული ოცნების ლიდერის მხრიდან. რა თქმა უნდა. თუ მესამეც ხელისუფლებასაც მიუყვეთ, თუ მესამე ის რომ ვერ შეასრულა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ხელისუფლება ხვალ იტყვის, რასაც ამბობდა დღემდე, რომ ჯოგს გადატეხავს ყოველ შემთხვევაში ხაზარაძე ჯაფარიძეზე და გააკეთებს ოპტიმისტურ განცხადებას და იტყვის ჩვენ აუცილებლად განახორციელებთ ამ პროექტს და აგერ თქვენ აგერმე ჩვენ დავინახავთ რომ ამ ხელისუფლების პირობებში აუცილებლად იქნება ტერმინირებული ეს პროექტი ვინაიდან და რადგანაც ხაზარაძე ჯაფარიძე იქით იყოს, მაგრამ აქეთ არის ვლადიმერ პუტინი, რომელსაც არ სურს ამ პროექტის განხორციელება მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე რეკომენდაციას აძლევდა ხელისუფლებას და გახსოვთ ბოლო ასე ვთქვათ ჯერ კიდევ ბახტაძე კი, როგორ არა, მთელი ეს პროცესები აქტიურად შუქდებოდა მედიაში. როდესაც პირდაპირ მოუწოდეს და ხაზი გაუსვეს ამ პროექტის მნიშვნელობას. მაგრამ საპირისპირო ხდება. ამიტომ ეხლა თუ ვინმეს გონია რომ ბატონი ივანიშვილი არ ვიცი რომელიმე ქალბატონი ხა ციტიშვილი დამოუკიდებლად წყვეტენ ამ მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურული რაღაც სახლი არ შენდება და რაღაცა ქარხანა ხო გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტის შეჩერებას დამოუკიდებლად მიიღებდნენ ნუ არ ვიცი ხა კაცები მოლოდინი არის რომ ხვალ ეს განულება მოხდება ამ ხელშეკრულების ანუ უბრალოდ შეაჩერებენ და ვადებში გაწევენ რა თქმა უნდა გააკეთება პოლიტიკური განცხადება რომ ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება იმ გათვლით რომ ვიღაცას დააჯერებენ რომ ნამდვილად გაგრძელდება
ნიკა, აი კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ ამ რეალობაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, რომელშიც ასეთი დონის მნიშვნელოვან პროექტზე არის საუბარი და მე მაყურებელს მოგვიანებით უფრო დეტალურად ავუხსნი ჩვენ სტუმრებთან ერთად, რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც სიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. კითხვა მაქვს ასეთი, რა ხდება ქართულ პოლიტიკაში იმ დროს, როდესაც ასეთი სერიოზული ამბები მიდის, წეღან ისევ თქვი ნახევრად ხუმრობითაც არ მithქვამს პრინციპში, ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვა მიდის ოპოზიციაში ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის. რა არის ეს, რა დაიწყეთ? ბატონო, გეთანხმებით, მაშინ როდესაც ქვეყანას ყავს მართველი, რომელიც გუბერნატორობასაც კი დათანხმდებოდა რუსეთის ფედერაციას, თბილისის გუბერნატორობასაც, ოღონდ ძალაუფლება და თავის მილიარდები შეინარჩუნოს, ამ დროს შესაძლებელია უადგილო იყოს კონფრონტაცია პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს შორის და უკანასკნელ პერიოდში ვცდილობ მე არ ვიყო ჩემს მეგობრებთან ერთად ჩართული ამ არც თუ ისე სასიამოვნო პროცესში. თუმცა მოდი შევხედოთ ამ პროცესს როგორც ჯანსაღ პროცესს და არა როგორც ჩხუბს და არა ჯანსაღ პროცესს როგორ შევხედოთ ძალიან სერიოზული დაპირისპირება წავიდა ოპოზიციაში. არ არის მე მესმის ოპოზიციური პარტიის ამ შემთხვევაში ევროპული საქართველოსი ისინი ხვდებიან და გრძნობენ რომ სხვაობა ნაციონალურ მოძრაობასა, გაერთიანებულ ოპოზიციასა და ევროპულ საქართველოს შორის კიდევ უფრო იზრდება ჩვენ სასარგებლოდ, რაც დადასტურდა ასევე გასულ არჩევნებზე შედეგობრივად, სრულიად ნორმალურია ევროპული საქართველოს მხრიდან ეცადონ იქებ რამენაერად მათ მოიპოვონ სარგებელი ელექტრალური და თავარი კონკურენტი ნაციონალურ მოძრაობა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად დააზიანონ, ისევე როგორც ძალიან კარგად მესმის უკვე ყველაზე კარგად მესმის ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ალბათ, იმიტომ ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ დავინახე, მესმის, რაზეც ვსაუბრობ და რაზეც არ ვსაუბრობ ჯერჯერობით, ქართული ოცნებისასაც. ისინი გრძნობენ ნაციონალურ მოძრაობისა და გაერთიანებულ ოპოზიციის სუნთქვას კეფაში. მართლაც ასე. ამიტომ ორივე მხრიდან ერთი მხრივ რომ ერთმა შეამციროს სხვაობა ჩვენ შორის და მეორემ რაღაცნაირად მოახერხოს და არ მიცეს შესაძლებლობა თავარ კონკურენტს ნაციონალურ მოძრაობას რომ გადაასწროს, არის ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი. თუმცა აი ამის ქვეტექსტი რა არის, რომ ერთად მოქმედებენ ოცნება და ევროპული საქართველო თქვენს წინააღმდეგ? არა, სრულიად სხვადასხვა ინტერესი აქვს. ნიკა, დავასწრო, სრულიად სხვადასხვა ინტერესი აქვს. ევროპული საქართველო ხედავს ნაციონალურ მოძრაობას, განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას გაერთიანებულ ოპოზიციის ფორმატში, რომ სხვაობა მასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის იზრდება, არა მათ სასარგებლოდ, ანუ ჩვენ სასარგებლოდ, ხო? ბუნებრივია, მეც ის გივეს ვეცდებოდი, რასაც ცდილობს ევროპულ საქართველო, ოღონდ არა იმ მეთოდებით და იმ ასე თქვათ გზავნილებით, რასაც აღსადგილი. ხო თქვენთვის ყველაზე დამახასიათებელი, რომელიც გიგაბოკერიამ შემოიტანა, რომ არა, ამას მევინე თუ შეიძლება კითხვა პოლიტიკურ ამნისტიასთან დაკავშირებით გზავნილი აღმოჩნდა თქვენთვის გამაღიზიანებელი. რატო გამაღიზიანებელი? აბა რა გინდა დაუშვათ ხელისუფლებაში აღარ იყოს ქართული ოცნება, ისევ ხელახლა უნდა დაიწყოს პოლიტიკური დაჭერები, პროცესები, გაკულაკებები და ასე პრინციპულად მიმაჩნია. არ არის სწორი ბოკერიას გზავნილი? არანაირად სწორი არ არის. დამაზიანებელია და ანტისახელმწიფოებრივია. რატომ მოდემდე უნდა იყოს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის პარალელურად ადამიანებზე, წინა ხელისუფლების მიმდევრებზე ან წარმომადგენლებზე შთქმულია, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. რაც გამოსდის ხოლმე ვერ მოახერხა არის არაგონივრული ანტისახელმწიფოებრივი და მეტიც ბრიყული ინიციატივა და ახსოვს თუ შეიძლება ბოკერიას ინიციატივაზე საუბრობ რა თქმა უნდა და ახსოვს რაც გულისხმობ დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ჩვენ ამინისტრირების საკითხთან დაკავშირებით ხო მოდი შევთანხმდეთ რომ ამინისტრირების საკითხთან დაკავშირებით საუბრობთ ეს მოდი 2-3 წუთი ჩვენ ოპოზიციურ ფლანგზე გვაქვს ორი ამბავი ერთი ამბავი ეს არის ცუდი ამბავი და ერთიც კარგი ამბავი გვაქვს. ცუდი ამბავი არის ის, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც პარლამენტში არის წარმოდგენილი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგონრად და მოულოდნელად გამოვიტანა სამжელოდ ინიციატივა, რომელიც აზიანებს, რბილად ვთქვათ, აზიანებს
ამ ქვეყნის მომავალს და აზიანებს ამ ქვეყნის მომავალს ახსნი ხო ძალიან დეტალურად აზიანებს ამ ქვეყნის მომავალს. ეს პირიქით ხომ არ არის იქითკენ მიმართული რომ ჩვენ ვარს ვამბობ ანგარიშწორებაზე იმ შემთხვევაში რასაკვირველია ჯერ ბავშვი არ დაბადებული არა ეს სხვა საკითხია აბსოლუტურად უადგილოა მაგრამ საპირისპირო საკეთებენ ამ ინიციატივით და ახსნით საფრთხის შემცველია ამ ქვეყნის მომავლისთვის და რატომ ხსნი ეს ინიციატივა ხელს უწყობს ხელისუფლებას რომ ისედაც გათანგული მათგან ძარცვაში ხალხი კიდევ უფრო გათანგოს ძარცვით ეს ერთი ახსნი ამას თუ შეიძლება დამასრულებთ გააგრძელოს უფრო აღმატებულ ხარისხში დაშინება ხალხის ხელისუფლებამ გააგრძელოს შანტაჟი გააგრძელოს სახელმწიფო ქონების მიტაცება სხვადასხვა სახის პოლიტიკური დანაშაულებების ჩადენას ჰქონდეს ადგილი უკვე შვებით და ლაღად და ასე შემდეგ და კარგი ამბავი ეს არის ცუდი ამბავი რაც არის ამ საკითხს როდესაც ვეხებით კარგი ამბავი არის ის რომ ევროპული საქართველოს გავლენა არის მცირე შესაბამისად ამ ინიციატივით ვერ გაძლიერდება ხალხზე ძალადობის ფაქტორი და აი მივდივარ თავარ სათქმელთან რას გულისხმობ ხალხო არანაირი თვით მიზანი არა მაქვს და არაერთხელ მithქვამს დამეწუნებიან ევროპული საქართველოს ლიდერები და არა მხოლოდ ისინი უკანასკნელ პერიოდში მით უფრო ვინაიდან ძალიან კარგად ფესვის ერთობის ფასი მაგრამ როდესაც შენ ერთი წლით ადრე მოძალადე ხელისუფლებას რომელსაც თავადაც ეძახიან რომ მოძალადები არიან ეძახიან რომ კრიმინალებთან არიან შეკრული და მართლაც ამბობენ და არიან კრიმინალებთან შეკრულები როდესაც ჩვენ ვიცით რომ ხელისუფლება თუ დღეს რაიმეზე დგას მხოლოდ კრიმინალებზე მოძალადეებზე ძიმე დანაშავეებზე რომლებიც ამავე დროს აყალბებენ არჩევნებს და ჭიპი აქვს უკვე აქ მოჭრილი შოულობენ ფულს ანტიკანონიერი ასე თქვათ მეთოდებითა და გზებით რას ვეუბნებით ერთი წლით ადრე რომ გააგრძელეთ ლაღად არინერვიულოდ წარბი არ შეგიტოქდეთ ყველაფერი ჩამოვაცვით მუხთალის ტომა რა სხვასაც ჩამოვაცვით არ არის პრობლემა იაკერზეა შემოგაგდეთ სხვა ფული მოიპარა ფარცხალაძემ კი ბატონო ამას ახმოვანებს ევროპული საქართველო მათ თქვეს გიგა ბოკერის განცხადებაში იყო კვლელების და მწამებლების გარდა მართალია კი ბატონო ხაზი სწორად არ არის მართალია გავლებული ზუსტად თუ რას გულისხმობენ ისინი ამნისტირებად დანაშაულში მაგრამ მსჯელობა დავიდა სადამდე მსჯელობა დავიდა იქამდე რომ ფარცხალაძე გახარია და ივანიშვილი და არ ვიცი მე ჩხარტიშვილი ასე შემდეგ ესენი არ უნდა წარსგენ არასოდეს თეორიულადაც კი მართლმსაჯულების წინაშე ჯერეთიც რატო ვაძლევთ ჩვენ ამ ყველაფერს ამის უფლებას საკუთარ თავს და რატო ვდგებით პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე არის მე არავითარ შემთხვევაში ეს არის თვალთმაცობა და ეს არის უსინდისობა, როდესაც ვიღაცა ცდილობს რომ ამდაგვარად შეკასდეს ეს ინიციატივა. აქვე გეუბნებით. მე ნაციონალური მოძრაობის სახელით. რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი მგონია რომ ერთხელ და სამუდამოდ ერთმანეთის დევნის მოჯადოებული წრე ინგა დასრულდეს და აუცილებლად უნდა დასრულდეს. პრინციპულად მნიშვნელოვანი მგონია მე და ნაციონალურ მოძრაობას და მე რომ ეს რაღაცნაირად ველური ნახევრად დემოკრატიული ქვეყანა გადავაქციოთ პლურალისტულ დემოკრატიად. და რა თქმა უნდა ხელს არ შეუწყობს შურიზიებას ახსენებ. შურიზიება რა არის ხალხო? შურიზიება არის, როდესაც მე სამაგიეროს ვუხდი. ვიღაცა სამაგიეროს ვუხდი. შურიზიება არის ის, როდესაც არაფრის გამო, შურიზიება იქნება. არა იმაზე რომ დამნაშავეებს არ შურიზიება არის და იქნება და პირველი ვიქნები. მე მეგობრებთან ერთად ვინც ამის შესაძლებლობას არავის არ მივცემ. ანუ რატომ გააკეთეს ეს გზავნილი? არა, თქვენი შეფასება მაინტერესებს. თქვენ პოლიტიკური ლიდერი ბრძანდებით. არა, რატომ გააკეთეს ესეთი პირდაპირი გზავნილი? რას ხედავთ გარდა იმისა, რაც გითხარით? ვერაფერ ვერ გავუგე ბოკერიას პირდაპირ გეუბნებით. ჩემის აზრით ჩვენ კი არ ვართ დაპირისპირებაში ხა არც ევროპულ საქართველოს და არც გიგა ბოკერიასთან არც უგულოვასთან და არც ბაქრაძესთან და ასე შემდეგ საერთოდ მართლაც არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში და ფუჭი დროის კარგოა ერთი და მეორე აბსოლუტურად არაგონივრულია
რა მოვიგეთ არჩევნები პრობლემა არ არის თავში უტყავენ 24 საათის განმავლობაში ადამიანებს უსამართლოდ დევნიან კრიმინალები პროკურორები რომლებიც კრიმინალებად არიან ცეულები მოსამართლეები რომლებიც უბრალოდ წარმოდგენილი არიან მანტია მოსხმულები მას სინამდვილეში შიგნით ქართული ოცნების მაისური აწვიათ და ამათ ეხა ჩვენ ყველამ დავეწყოთ ეხა მე რო გავგიჟებულიყავი და ჩვენც ვავყოლოდით და გვეთქვათ რომ იცით რა აუცილებლად რა ხო მაგრამ პირველი ცეცხლი თქვენ გაუხსენეთ და მე როცა ვთქვი რომ ერთმანეთს ხოცა არა როგორ გამოვიდა მიშა სააკაშვილი და არ ვიცი მე რა ანტიქრისტად გამოაცხადა ლამის ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და აქ წავიდა ხელების გადაგრეხვა იმაზე ვინ უფრო მეტად რელიგიურია კი გვაქვს დრო აი ამიტომ ეხლა რატომ წავიდა თქო დრო იმაში არ დავხარჯოთ რომ გავარკვიოთ ვინ პირველი დაიწყო და ვინ არა მე ვცდილობ გავარკვიო რა ხდება აქ ჩემი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის პოზიცია როგორც არასოდეს მნიშვნელოვანი ერთობა და ჩვენ უნებლიეთ არ უნდა დავაცხათ წყალი ბიძინა ივანიშვილის ამ ოლიგარქიულ მმართველობას ოლიგარქი ხარო ოლიგარქიული მმართველობა ხარო ფარცხალაძეები და კრიმინალები მართავ ქვეყანასო ვიციო ესო უამრავი ფაქტები მაქვსო მაგრამ გააგზელეო ეს ერთი წელიწადიო გააგზელე წვანი შუქი შენო ეს არ არის ნორმალური არც პოლიტიკურად პრაგმატულ პოლიტიკურის არ არის არავითარ არც ჩარჩო საღი აზრი ჩარჩოში არ ჯდება ეს ანუ თქვენ საარჩევნო დაპირება იქნება რევანში აი ნახეთ ეხა ბესმის ეს კითხვა რატო ამას ამბობს ამას ვინც ამბობს ამას რომელი პოლიტიკოსიც ამბობს რომ ნაციონალური მოძრაობა არის განწყობილი რევანშისტულად და შურისძიება სხურია მაპატიეთ მაგრამ არ არის კარგი ადამიანი რა უნამუსობა არის პირდაპირ გეტყვით რა იმიტომ რომ არაერთი ვამბობთ რომ არ არის პოლიტიკოსი პოლიტიკოსი თქვენ ბუნებრივია უნდა დასვათ პოლიტიკოსი მაგ საუბარი და აი ეს ცდილობა ქონდა რა ბოკერიას ჯერეთის რამდენიც არ უნდა იცადოს ეხა ბოკერია იცი და აქაც რატო თამაშობს წაგებულ პარტიას მისივე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიცი მე ნამდვილად არ ვარ იმ პოზიციაში რომ წარმატება არ უსურო მათ მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ რომ გაცილებით დიდი პარტია ვართ ჩვენ და პარტია რომელიც 5-დან 10%-მდე ასე თქვათ იმაში როქი პროცედურ მაჩვენებელში მოძრაობს დიახაც მიმაჩნია რომ ეს იქნება დაახლოებითი შედეგი რომელსაც აჩვენებს რამდენი 5-დან 10-მდე ჩემის აზრით ხო და თქვენი რა იქნება ხო არა ერთი წუთი ჩვენ ეს არ არის უმნიშვნელო ეს არ არის გაზუსტებით ეს უკვე ირაკლი ეს არ არის უმნიშვნელო შედეგი პროდესალური კოალიციის შექმნის მომენტში და დროს ეს არ არის უმნიშვნელო მონაგარი და ამას მე არ ვაკრინე მაგრამ ფაქტია და მოცემულობაა და შარშანაგერ დაფიქსირდა კიდევაც მესმის რომ რთულად არის ასატანი ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას წოდესაც ხედავს ნაციონალურ მოძრაობას გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გაცილებით ძლიერ პოზიციებში ვიდრე თავად არის მაგრამ თავის თავსაც რო იზიანებს პირიქით ხო არ არის აი ევროპული საქართველო აგზავნის ესეთ გზავნილს რომ ჩემი არჩევნების ჩემი მოსulis ან რაღაცა დიდი პროცენტის აღების ან კოალიციის შემთხვევაში ან ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში მე უარს ვამბობ პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე. რატო შემოატრიალა ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაც სათავისოდ ისე როგორც სააკაშვილმა რო თქვა ანტიქრისტიაო იმაზე ბოკერიაზე აი რაღაც მარტონალობაში. მოგებთ და დაწუნებული ვარ ახლაც გამოგვივა ეს ყველაფერი. მე ვამბობ და თქვი უკვე პრინციპულად მნიშვნელოვანი რა მგონია რომ დასრულდეს ეს დევნა და რა პოლიტიკური რევანში ხახდო და რა შურიზება ახსენი ხო შურიზება რა შურიზება იქნება ის რაღაცა განცხადებას რო გააკეთებს ჩვენ როცა ხელისუფლებაში ვიქნებით ხო განცხადებას გააკეთებს და უქმაშვილივე ციხეში თავს ამოვაყოფიებ და ხოლმე პოლიტიკური განცხადების გამო არის ირაკლი ოქროაშვილი და სხვადასხვა მინდა შესაძლებლად ვისარგებლო ვიცი რომ თქვენ ტელეაქვს თვალყურს ადევნებს ყველა პოლიტიკური პატიმარი და მინდა გამძლეობა და მხრეობა გისურვოთ მეგობრებო ძალიან მალე დარწმუნებული ვარ თქვენ იქნებით თავისუფლებაზე პოლიტიკური შურისძიება და რევანში იცით რა იქნება უბრალოდ განცხადების გამო მტკიცებულების ასე თქვა და არასებობის პირობებში რომელიღაცა პოლიტიკოს ლიდერს ან ვისაც გინდათ სახლს მართლა ციხედ უგცევთ და სამაჯურს და ასე შემდეგ ეს იქნება რევანში და შურისძიება და ამის უფლებას მეც და ჩემი მეგობრებიც არავის არ მივცემთ მაგრამ არც იმის უფლებას მივცემთ ძალიან ვთქვათ რომ გამოგვიცხადონ და ინდულგენციები დაარიგდეს რომ იეკერძაიას
სამართლიანობის სახელით ბევრი დაჭერილი არა, წარსულში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნიკა ეს კითხვა არის ძალიან ლეგიტიმური. გასაგებია, ლეგიტიმურია, მე თვითონ ვამბობ და ამ ველზე გიგაბოკერია მე ვერ მაჯობებს, ხახნო. მე ვერ მაჯობებს გიგაბოკერია ამ ველზე და თავის პარტიის ინტერესებისთვის არის ცუდი პირველ რიგში, თავი დავანებოთ ქვეყანას. რას ქვია შენ ია კერძაიას მკვლელობამდე მიყვანაში გარეულ ხალხს ეუნები რომ გააგრძელე ზეწოლა, ეუნები მოძალადე პროკურორებს და მოსამართლეებს რომ რაც გინდა ის გააკეთე, ვინც გინდა ის დაიჭირე, როგორც გინდა ის დაიჭირე, რამდენიც გინდა ის მოიპარე, გინდა სახლში აფეთქე, გინდა 16 სართულიანი სახლი აფეთქე, რაც გინდა გააკეთეთ. ერთი წვით ადრე, როცა თელ სახელმწიფო ძალოვან ვერტიკალს ეუბნებოდეს ოპოზიციური პარტია რომელიმე, რა მნიშვნელობა აქვს რომელიმე, ეს ის ყოფილიყო პარტია სიზმარიან, პარტია გამიღიმეთ, ხო, იმასაც დაუპირისპირდებოდი. მე ევროპულ საქართველოს კი არ უპირისპირდები, ეხლა ევროპული საქართველოს არანორმალურ გიჟურ ინიციატივას უპირისპირდები, რომელიც ახალისებს ძალადობას და ამაზე პასუხს ვაგებ, ნამდვილად ასე არის. ესე იგი, რა გამოდის, ინგა, მაპატიეთ, არის თუ არა რიტორიკულ კითხვას დაუსვე მოსახლეობას. იქნება თუ არა შურიზიება, იქნება თუ არა პოლიტიკური რევანში, თუ კი მიუკერძოებელი სასამართლო მაქსიმალური დობით, ასე ვთქვათ, აღჭურვილი პროკურატურა სამართლებრივი სისტემის რეფორმირების შემდეგ გამოიძიებს საქმეს და მოსახლეობას ეტყვის, რომ აი ხალხო, როგორ მოხდა მუხტალიზე ტომარეს თავზე ჩამოწმევა და შემდეგ სანამ წითელ ხიდამდე გადაიყვანენ 100 კამერა, ვინც აშალა ფირი 100 კამერა, ვისი დავალებით, როგორ მოქმედებენ სხვადასხვა ქალაქებში მოძალადეები, როგორ დიდოდება ივანიშვილი ასე შემდეგ. რა არის გამოსავალი? ისე კი არ უნდა მოხდეს, ეხლა რომელიღაცა პოლიტიკური ლიდერი დღეს ოპოზიციაში მიცადა და ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს და ვისაც მოეპრიალება რაც აკეთოს, არავითარ შემთხვევაში ამისთვის მე არა ვარ და არ ჩემი მეგობრები განათლებულ ნაციონალურ მოძრაობაში მოსულები პოლიტიკაში. მართლაც გულახდილად ეხლა რა დაგვიჯერებენ, არ დაგვიჯერებენ, ჩვენზე არის დამოკიდებული, ხალხს გულისხმობ, მაგრამ რეფორმა არის სამართლებრივი სისტემის გასახორცელება. იგივე თქვა, ბოკერია მას არსებული სამართლებრივი სისტემა. რას აბარებო ბოკერია მსჯელობა, ხაზები კიდევ არ არის გავლებული, კაფეოთ ეხლა ცირკს არ დავსწავ, მაგრამ ამბობს ფასხალაძე არ უნდა დაიჭირო, გასა ყოფილდა მოქმედ მინისტრებს სარდაფში აგდებდა და კეტავდა და ნომერ პირველი განგსტერია, რაზეც დგას. მაშინ რატო ეძახიან ოლიგარქიულ მმართველობას? ერთი წლით ადრე ამას რო ვეტყვით. ეხლა მეც რო გავგიჟებულიყო და იგივე მეთქვა. აი სოფელ რუხში, არ ვიცი მე, ქალაქ ქუთაისში, კრიმინალებს რას მეუბნები, ხო? კრიმინალები თუ ეგ ეწოდებულ კაპიშონს იფარებდნენ და კამერას ემალებოდნენ, ამ კაპიშონსაც აღარ დაიფარავენ არჩევნების დღეს. ეცოდინებათ რომ ქართული ოცნება თუ მოვიდა, ჩვენები არიან და გავილაღებთ. ბოლომდე თუ ესენი მოვიდნენ, ჯიგრები, ბოკერიები და ბაქრაძეები, საერთოდ ესენი გვაპატიებენ და რა, მოდი ბიჭებო შეუბეროთ ყველაფერი. ეს ნორმალურია და ვინ დაიცავს კანონმორჩილ მოქალაქეს, რომელმიც უნდა იდგეს და შეხვდეს. ნიკა, კითხვა არის ამე ამაში მართლა. გავიგეთ თქვენი საქმე. ევროპულ საქართველოს კი არ უპირისპირდები, ენგა, უპირისპირდები იდეას, ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა საპარლამენტო პარტიის მხრიდან, რაც გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ გამოსტილი ხალხია, ჭიპი აქვს მოჭრილი პოლიტიკაში, ხო? ისეთი რაღაცა თქვენს, თვითონ მადლობა ღმერთს, გუშინ შევნიშნე რამდენიმე ეროვნულ საქართველოს ლიდერს, რომ არ ეთანხმებიან ამ ინიციატივას. ნუ რაღაცა მოვლა ბატონო, აი იყო ბატონი ბობოხიძე საუბრობდა, ხა ბატონი ბოკერიას უახლოესი მოკავშირეა მართალია, რამეთაც ვიცი, მაგრამ ამ საკითხში არ ეთანხმება. შეუძლებელია გაეთანხმო. ერთი კითხვა და რეკლამაზე უნდა გავიდე, თუ შეიძლება მიპასუხეთ, აი პროგნოზი გაკეთდა ირაკლი კობახიძის მხრიდან, მე რა რომ უკან წააღებინეს თავის სიტყვები და დღეს ხვანაირად თქვა ამაზე არ გეკითხები. ანუ 60% 20% ყოფილ ხელისუფლებას თავის ევროპული საქართველოიანათო, აი ამ პროგნოზს როგორ უყურებ და ხელახალი არჩევნების თემა, რომელიც მან გააჟღერა, ეს არის ჩემი ბოლო კითხვა. ჩემი ირაკლი კობახიძეს ეს არ წამოწდენია. ირაკლი კობახიძე გამოიბრძვენდა ამ ტყუილების რქვევაში, უბრალოდ იგი ვერ წარმოიდგენდა რომ 45% ის, ასე ვთქვათ, თქმა იქნებოდა ბიზნესისთვის მიუღებელი, იმიტომ რომ მან ხო მინიმუმ 10% დაიმატა. ნუ დღეს ეთხოვოდა რომ მინიმუმ 10% ხო დაიმატა. მაგრად გაუპროტესტეს პარტიაში, ყოველ შემთხვევაში კომენტარი. მინიმუმ 10% მოუმატა და თქვა 45. არა და რატო ქვეცნობიერად ხო იცის რომ კვლევები რომელიც აქვს ბიზნესმენშუს იქ და ქართულ ოცნებაში, იქ ეხა
35%-ზე მეტი არ იქნება წარმოუდგენელია, ხო? ეხლა ისეთი პროცენტი დაასახელა, რა პროცენტის დაცვა მოძრაობას 2012 წელს როდესაც დაუფიქსირდა. მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და ოპოზიციას გამარჯვება მიულოცა, ხო? და დავასრულოთ ბევრი ვილაპარაკეთ და ორი სიტყვით გეტყვით, ეხლა რა თქმა უნდა რეფორმაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თავი როგორ მიმაჩნია, ვინ უნდა გაასამართლოს და ვინ უნდა გამოკვეთოს და დანაშაულს კი ძალიან მოკლედ. ბევრია და ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ მთელი ერთი წელი სხვა პარტიები. მაგალითად, აუცილებელია რა თქმა უნდა უცხოელებით დაკომპლექტებული სასამართლო პალატების ჩამოყალიბება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია და მე პირადად ხარს დაუჭერდა ნახოთ მე ჩვენ პარტნიორებთან ერთად რაზე შევჯერდებით რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას აუცილებლად მომდევნო მოწვევის პარლამენტში რომელიც სახელმწიფოს მიტაცებისა და ოლიგარქიული მმართველობის საკითხებს შეისწავლის მათ შორის შეისწავლის მაღალჩინოსნების მიერ მითვისებულ სახელმწიფო ქონებებს ამ საკითხებს მტკიცებულებები მოიპოვება და ეს ყველაფერი უნდა იყოს საჯარო ხალხო საჯაროდ უნდა იყოს პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცემოდეს და არა ისე ვიღაცა პროკურორი ნახევრად ბნელ პროკურატურის ოთახში შეკეტილი სიგარეტით ხელში და საფრთხეს ასე ვთქვათ ნიკა ერთი კითხვა ყველა უნდა დავინახოთ ფაქტები შეისწავლოს ხაზარაძე ხაზარაძესთან კოალიციას ეს ფაქტები წავიდეს უკვე პროკურატურაში რომელიც იქნება რეფორმირებული ამავე დროს ანტიკორუფციული პროკურატურა. ხაზარაძესთან კოალიციას განიხილავ თუ არა, ევროპულ საქართველოსთან კოალიციას განიხილავ თუ არა და პროცენტების შემთხვევაში ქართულ ოცნებას. მე არა იმიტომ რომ მინდა შევაგულიანო ჩვენი ამორჩეველი ან ჩვენი პოტენციური ამორჩეველი და ხა ჯირი უნდა გულზე ჯირი უნდა ვიცით ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ არა ჩვენ თუკი მაგრად ვიმუშავებთ აუცილებლად მოვიგებთ. ქართული ოცნება ჩვენ ვერ დაგვამარცხებს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები გაიმარჯვებს არა რაზე მეტყველებდა აბსოლუტურად ბევრისთვის უმნიშვნელო არჩევნები სადაც ქვეყნის ბედი ანუ გენერალური არჩევნები არ იყო არ წყდებოდა ეხლა ვიღა ბევრმა ჩათვალა რომ რა მეშობა გვინ იქნება პრეზიდენტი ბევრმა ასე შეხედა ხო წააგო პირველი ტური ხო აქ იქნება რეალურად მხოლოდ ერთი ტური და ჩემთვის პროპორციული არჩევნები რა არის ის კი არა რომ პროპორციული არჩევნები სადაც მეორე ტური არ არსებობს მადლობა და არ ეძლევა ხელისუფლება შესაძლებლობა დააშანტაჟოს და ძალადობა განახორციელოს დამატებით მეორე ტურში გაიგონ ვინ ვინს მის ახმა პირველ ტურში დაშაშეთ. გამორიცხულია არაფერი ქართულ ოცნებას თუკი ჩვენ ფარხმას არ ჩამოყვით და ერთმანეთის ჭამაში დროს არ დაკარგავთ იმაზე მეც ვიდრე უნდა კარგავდეთ დაწუნებული ვარ გამარჯვება იქნება ხელის გაწვენის ბაზაზე. დიდი მადლობა. მადლობა ნიკა მელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში